Balიანი შტორმი დაფიქსირდა ბათუმში, დაიტბორა ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორია. წყალმა ამბანის კოშკამდე მიაღწია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ზარალს ითვლიან ქობულეთში, ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები სამტრედიაშიც დატბორა. ასეთი მდგომარეობა ბათუმის ბულვარში ზღვის ღელვის მოულოდნელმა მატებამ გამოიწვია. შტორმის სიმძლავრემ დღის 2 საათისთვის 6 ბალსაც მიაღწია. ძველი და ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაში შლამი დაიფარა, დაიტბორა ამბანის კოშკი და საოცრებათა მოედანი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, თუმცა ზღვის დონის მატების გამო წყლის ამოტუმბვის პროცესის დაწყება შეუძლებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის შემოჭრის ეს პირველი შემთხვევაა. როგორც კი გავშალეთ ხაზები, დავიწყეთ მუშაობა, იმ წამსვე ისევ ამოვარდა ზღვის ტალღა და იძულებული ვიყავით შეგვეწყვიტა მუშაობა. პრაქტიკაში ასეთი შტორმი არ ყოფილა, ანუ ამ ტერიტორიაზე წყალი არასდროს არ გადმოსულა, კი ჰქონდა იქ ძველგენთან ცოტათი, მაგრამ ამ რატომედელობით არ გადმოსულა. ჯგუფები მუშაობს და როგორც კი ჩადგება ზღვა, დავიწყეთ ამოტომით და ამგენს სამუშაოებს. შტორმის გამო დაზიანდა ძველი და ახალი ბულვარის ნაწილი, რესტორან ძველი გემის მიმდებარე ტერიტორია, სანაპიროს ინფრასტრუქტურა. ტალღებმა და ძლიერმა ქარმა წააქცია სკამები და დეკორატიული ბოძები. სავალი ბილიკები ქვიშითა და ღორღით დაიფარა. ბათუმის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, სპეციალური სამსახურები მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რაც დატბორვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს სწრაფად წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ჩატარება. უახლოეს დღეების განმავლობაში სინოპტიკოსების ცნობით მოსალოდნელი არის ასევე უხვინალექი. შტორმის გამო ქობულეთის სანაპიროს დაზიანდა. ტალღებმა სამაშველო კოშკურა და ნაპირსამაგრი ჯებირი დაანგრია. უამინდობის გამო პრობლემებია იმერეთშიც. ძლიერი წვიმის შედეგად სამტრედიაში 50-ზე მეტი სახლი დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, მიზეზი სანიაღვრე სისტემის გამომართავობა გახდა. Შემოვიდა წყალი, ეს ბოლო ერთი თვეა უკვე მესამე და ესეთი სიტუაცია და ჩვენს უკან ქუჩაში, სახლებში, გვერდზე ყველასთან ესეთი მდგომარეობა და ვაბრალებთ, რომ არხებია გასაწმენდით. აწყობილი გვაქვს ყველა ავეჯი და იქ კუხნაში მაცივარიას არის მანქანა, წყალში დგას ყველაფერი. ჯანმრთელობაც ისპობა სახლთან ერთად. ეს არის წლების განმავლობაში ჩემთან რომ შემოდის და მეზობლები ეხლა შეწუხდნენ. აი იქ გადაკეტეს სად რაღაც და იმის მერე საერთოდ სახლი ინგრევა. ჩვეულებრივი სახლი იყო და თუ ხედავთ ეხლა ინგრევა უკვე. მთელი ღამე და დღესაც გადაუღებლად წვიმს. ამან გამოიწვია მდინარეების კალაპოტის ადიდება. წყალი შევიდა მოსახლეობაში, ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ იქნებ რაიმე დახმარება აღმოჩნდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამტრედიაში ეს სახლების დატბორვის მესამე შემთხვევაა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება სოლიდური თანხების სჭირდება, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ წუდება.